გინეკოლოგმა მანანამ გალობლიშვილმა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატი და გინეკოლოგიური კაბინეტის ინვენტარი გადასცა. მანანამ გალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას, ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების 11-ვე პოლიკლინიკის გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს დროებით დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელთან ახლოს ჩაიტაროს სამედიცინო მომსახურებები. აქტიურად მუშაობთ როგორც პოლიკლინიკების აღჭურვის თემაზე, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზეც. გალობლიშვილმა სამინისტროს სამედიცინო ცენტრის უდიდეს ფილიალისთვის ეკოსკოპიური აპარატი და გინეკოლოგიური კაბინეტის ინვენტარი გადასცა, ასევე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ სამედიცინო კონსულტაციებისა და ეკოსკოპიური გამოკვლევების კუთხით. დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მანანას აღნიშნული ინიციატივისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამინისტრო მზად არის მსგავსი ინიციატივებისთვის და თანამშრომლობისთვის. დღეს მე ღებულობ არა მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ენგურს აქეთ, არამედ ენგურს იქეთ მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც გადმოდიან საგანგებოდ იმისთვის, რომ მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება და ძალიან სიხარულოა, საპასუხისმგებლოა და რაღაცნაირი სენსიტიური თემაა ჩემთვის. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ძალიან კარგი იქნება, რომ თუ ჩემი კოლეგები ჩამოვლენ და რაღაც აი ესეთ მსგავს აქციებს ჩაატარებენ. მთელი დევნილის სახელით მადლობას ვსხადებ ჩვენს ექიმს ჩამობრძანდა. კვადრატების ცენტრში ვართ დევნილები ამ მხრივ. ვაყოფილი ვართ იმ კვლევებით, რაც ჩაატარდა.